ახლადზე ვარ. რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, რომლის მიზეზით სტუდენტებისთვის მიუღებელი მოწოდების გაჟღერება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით უნივერსიტეტის კიბესთან ერთ-ერთმა სტუდენტმა ხმის გამაძლიერებლით გააპროტესტა პატრიარქის მოწოდება სიმშვიდისკენ და აქციების არაპოლიტიზებისკენ და მეგაფონით დაიყვირა პატრიარქი ძირს. ინციდენტის შესახებ პირველი ინფორმაცია სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა მოწოდება პატრიარქი ძირს რეალ ტივის იქ მყოფმა ჟურნალისტმაც გაიგონა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რეალობის კორესპონდენტი ერთ-ერთ სტუდენტთან აქციის მოთხოვნების შესახებ ინტერვიუს წერდა. ჩვენ ამ ვიდეო მასალას ახლა მონტაჟის გარეშე გთავაზობთ. ეს ადამიანების უნდა დაისახოს. და ჩემს უნდა დაგესახოთ თავრობის პასუხისმგებლობის საქმე. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ ვინდა რომ რევოლუციად გადაიქცეს და ასე მოხდეს ადამიანის უფლებების რგოვა ჩვენ და ამის გამო ჩვენ თვით ორგანიზებისთვის ვიღებთ ოპციას, როდესაც ვისაუბრებთ გადაწყვეტილებას აქციის ფორმებს და გამოხატავთ ამ ყველაფერს. რა შეიძლება პატრიარქის ამბილანსი შესვლას რომელი გოგოი? რადგან ახლა გყავს არ ვიცი რა მოხდა. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმისადმი, რომ ამ გამოსულელის პათეტიკისადმი, რის უფლება ცხადია ქონდა. ვიღაცამ ჩათვალა შეურაცხყოფება და ცადა მისი წაქცევა. ეს მისი წაქცევა. აი ამ არ ვიცი, მე მხოლოდ ის დავინახე, რომ გამოეკიდენ ანუკას და წაქცევა ცადეს მისი. მეატე არაფერი. ანუკა. მაგრამ არ ვარ ჯერ ორგანიზებული ბოლომდე, სულს ორგანიზება მოახდინოთ და შემდგომ მოხდეს ამ პროტესტის გაგრძელება, ისე რომ პროვოკაციები აღარ მოხდეს. გასაგებია, ხო? ჩვენ აღარ ვარგოთ აღარაგვის უფლებას და არც არავის არ ვიჭოთ ამას. უფლებას დარღვევის უფლებას. მორჩა. აუ შენ უნდა ჩამ აქციაზე მოხდა ერთ სამწუხარო ფაქტი, მაშინ როდესაც გამოსვლელები იდგნენ კიბეებზე, ერთ-ერთი წევრი ამ აქციის და მონაწილე მოვიდა და რუპორში განაცხადა ძირს პატრიარქი. ამას მოყვა ძალიან მძაფრი რეაქცია, რაც მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ ჩემთვის არის პირადად მიუღებელი. ეს გოგო ჩამოათრიეს აქციას და კაცმა არის ის რას უზამდნენ. ჩემი აზრით სტუდენტები, რომლებიც იცავენ ადამიანების უფლებებს და აპროტესტებენ პატიმრისცემას, მსგავსი ფაშისტური გამოხტომებით არ უნდა რეაგირებდნენ ადამიანზე, რომელმაც თავისი შეიძლება ვიღაცებისთვის და ძალიან დიდი ნაწილისთვის საზოგადოების მიუღებელი აზრი დააფიქსირა. ჩემთვის ლაბორატორია 1918 წევრისთვის ეს რეაქცია ამ გოგოს მიმართ იყო მიუღებელი და ფაშიზმი. შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. მიზეზი სტუდენტებისთვის მიუღებელი მოწოდების გაჟღერება იყო. გავრცელებული ინფორმაციით უნივერსიტეტის კიბესთან ერთ-ერთმა გამომსვლელმა ხმის გამაძლიერებლით გააპროტესტა პატრიარქის მოწოდება სიმშვიდისკენ და აქციების არაპოლიტიზებისკენ და მეგაფონით დაიყვირა პატრიარქი ძირს. ინციდენტის შესახებ პირველი ინფორმაციები სააგენტოებმა გაავრცელეს, თუმცა მოწოდება რეალ ტივის იქ მყოფმა ჟურნალისტმაც გაიგონა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც რეალობის კორესპონდენტი ერთ-ერთ სტუდენტთან აქციის მოთხოვნების შესახებ ინტერვიუს წერდა.
ეს ადამიანებს უნდა დაისახოს და ჩემს ზოგადად